ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ძალიან საინტერესო იგავს, რომელსაც ქვია ფოთლები და ფესვები. ეს იგავი მსოფლიოს ხალხთა იგავებიდან გადმოაქართულა მწერალმა მარიამ ციკლაურმა. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ. ფოთლები და ფესვები. სოფელში ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. შვილი დიდარი ვაჭარი ჰყავდათ. მას ერთ დიდ ქალაქში მდიდრული მაღაზია ჰქონდა. ვაჭრობაში გაწაფული იყო და საქმეც კარგად მისდიოდა. ყოველთვე უგზავნიდა მოხუც მშობლებს ფულს და სადღესასწაულოდ საჩუქრების გაგზავნაც არ ავიწყდებოდა. მშობლებს ენატრებოდათ შვილი, სთხოვდნენ კიდეც ჩამოსვლას, მაგრამ სადაგ დღეებში ის მაღაზიას უძღვებოდა, ხოლო დღესასწაულებზე სხვა ვაჭრებთან ერთად ატარებდა დროს. ერთ მშვენიერ დღეს ავაზაკებმა მთლიანად გადაწვეს მაღაზია და საწყობები. ჩვენი მდიდარი ვაჭარი ცარიელ-ტარიელი დარჩა. ავაზაკები კი დაატუსახეს, მაგრამ ვაჭარს ამით აღარაფერი ეშველა. დიდ გასაჭირში ჩავარდა ეს კაცი. ერთ მდიდარ ბანკირს მიადგა, მაგრამ ბანკირმა ხელი არ გაუმართა. უქონელ კაცს ვერაფერს ვასესხებ, რადგან არ მინდა ციხეში ჩასვან მერე ჩემი ვალის გადაუხდელობის გამო. არც სხვა მდიდარი აღმოჩნდა მისი დამხმარე. ყველამ ზურგი შეაქცია გაღატაკებულ კაცს. სწორედ ამ დროს მიიღო მამისგან წერილი. შვილო, ჩვენამდე ჩამოაღწია შენი გასაჭირის ამბავმა. სასწრაფოდ ჩამოდი, ხომ გაგიგონია, ფოთოლს ქარი წვეტს, მაგრამ ფესვებთან ახლოს აგდებსო. ვაჭარმა ვერაფერი გაიგო ამ სიტყვებისა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მშობლების მონახულება და გაემგზავრა კიდეც მათკენ. დაღვრემილმა შეაღო მშობლიური სახლის კარი. რამდენი წელი გასულიყო, აქაურობა თვალით აღარ ენახა. მშობლებიც დაბერებულიყვნენ. დატრიალდა დედა. დიდი ხნის უნახავი შვილისათვის რითი ესი ამოვნებინა აღარ იცოდა. მამამ კი ფულით გატენილი ჩანთა დაუდო წინ და უთხრა: აი შვილო, ეს ის ფულია, რასაც გვიგზავნიდი ამდენი წელია. ჩვენი დანაზოგიც ზედ დავამატეთ. აჰა, წაიღე, გამოიყენე, როგორც გინდოდეს. მე და დედა შენი ჩვენს თავს მივხედავთ. მხოლოდ გახსოვდეს, რომ ჩვენ შენი ფესვები ვართ და ფოთოლი უფესვოდ ვერ ივარგებს. ჩამოდი ხოლმე ხშირად, ნუ დაგვივიწყებ. ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც ჩვენი ურთიერთსიყვარულიაო. დაბნეული და გახარებული კაცი ხან დედას შეხედავდა, ხან მამას, ხანაც ფულით სავსე ჩანთას. აი ესეთი მართლაც რომ ძალიან დამაფიქრებელი იგავი. იმის შესახებ, რომ ამ დედამიწაზე ჩვენ ურთიერთობებზე უფრო ძვირფასი, სიყვარულზე უფრო ძვირფასი არაფერი გვაქვს. და სანამ ცოცხლები ვართ, ყოველთვის პირველ რიგში ურთიერთობებს უნდა მოუფრთხილდეთ. მე ვფიქრობ, ეს იგავი ბავშვებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააზიარეთ.